მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა, რომელსაც მე თენგო ომანიძე უძღვები, ხოლო ჩვენი დღევანდელი სტუმარი იქნება მემარცხენე ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი სოსო შატბერაშვილი. მოგესალმებით ბატონ სოსო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო ეთერის მოლოდინი გვაქვს ჩვენს და მაყურებელსაც თქვენთან ერთად. კი ბატონო, მოდი განვაწყოთ წინასწარ ჩვენი მაყურებელი, რომ მართლა საინტერესო შეიძლება გამოგვივიდეს. ისე რომ დიდი მადლობა თენგო მოწვევისათვის და ამ ცხელ ზაფხულში და საფეხბურთო ზაფხულში ცოტა პოლიტიკასაც შევეხოთ. კი ბატონო, მსოფლიო ჩემპიონატი რა თქმა უნდა ყველა სხვა მოვლენას ფარავს და მით უმეტეს ჩვენთან ქვეყნის შიგნით არც არაფერი განსაკუთრებული პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს. ზოგადად ზაფხულში ასე არის ხოლმე, მაგრამ აი ამას ვერ ვიტყვით მსოფლიოზე და ჩვენს რეგიონზე განსაკუთრებით და თავიდანვე მინდა აი ამ თემაზე ფოკუსირდეთ. საკითხი შეეხება ირანსა და აშშ-ის შორის მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას. ისტორიულს უწოდებთ ამას იმიტომ, რომ ის ამბები რაც ვრცელდება, რომ მაგალითად ირანს მოეხსნა სანქციები რაც შესაძლებლობას მისცემს ირანს, რომ მსოფლიო სავაჭრო აი ამ გლობალურ ბაზარზე დაბრუნდეს თუ ჩაერთოს, ეს მართლაც არის ერთგვარი ისტორიული მოვლენა, ხო? იმიტომ რომ ვიცით, რომ რევოლუციის შემდეგ, 79 წლის რევოლუციის შემდეგ ირანი მუდმივად იყო იზოლაციაში. თუ კი ახლა ეს ეპოქა მართლაც მთავრდება, ერთგვარად მნიშვნელოვნად იცვლება ჩვენს რეგიონში ძალთა ბალანსი, განსაკუთრებით აი ამ სავაჭრო ურთიერთობების კუთხით და პირველ რიგში მინდა გითხოთ, თქვენ როგორ ხართ ზოგადად განწყობილი აი ამ ზავის მიმართ? არის თუ არა ეს მართლაც საბოლოო ისტორიული შეთანხმება, მით უფრო როდესაც არსებობენ ძალები იგივე ისრაელის სახით, რომელიც აშკარად შეეცდება ალბათ მომავალში საბოტაჟს ამ პროცესის და შემდეგ აი ვისაუბროთ რა გავლენა შეიძლება ამ ყველაფერს ჩვენს ქვეყანაზე და კავკასიაზე ჰქონდეს. დავიწყოთ იმით, რომ ვერ მოახერხა ისეთმა უძლიერესმა ზესახელმწიფომ, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ირანული კულტურის საბოლოოდ დასამარება, რასაც ბოდიში პუტინი კი არა აცხადებდა, ტრამპი. ირანული ცივილიზაცია უნდა მოსპოვოდა. ეს თურქული ცივილიზაცია არ ეგონოს მას, თურქული ცივილიზაცია ახალგაზრდაა, დაიპყრეს ანატოლიის ნახევარკუნძული, დაიპყრეს აღმოსავლეთ რომის იმპერია და გაბატონდნენ იქ და თურქეთი უწოდეს და კონსტანტინოპოლს სტამბოლი უწოდეს. ეს არის 5000 წლოვანი ცივილიზაცია, ირანული ცივილიზაცია. მართალია ხელში ყავდით შეკლულები ამ ირანელებს და მუდმივად გვებრძოდნენ, მაგრამ ახლა ცივილიზაცია და ირანული პოეზია რო არის სოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პოეზია და უდიდესი კულტურა, ესეც ფაქტია. ამიტომ იმის გაცხადება, რომ ირანს დავამარცხებს გასაგებია, მაგრამ ის რომ სპარსულ კულტურას აღმოფხრის საერთოდო, ეს რა თქმა უნდა ყოველად მიუღებელი იყო ტრამპის მხრიდან, რომელსაც ახასიათებს ესეთი იმპულსური გადაწყვეტილებები. ეს იყო არასწორი და საერთოდ ეს დაბომბებიც არასწორი იყო. ეხლა რაც შეეხება საბოლოო შეთანხმებას, მე არ მჯერა, რომ ისრაელი და ირანი შერიგდნენ. ეს წარმოუდგენელი ამბავია. მაგრამ აი ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი შეიძლება შერიგდნენ და მართლა შეერთებულ შტატებს შეიძლება აწყობდეს კიდეც ირანისათვის ამ ემბარგოს ახსნა, რადგანაც ირანი არის უმდიდრესი ქვეყანა ნავთობით და გაზით და ამით საქართველოსთვისაც ძალიან ხელსაყრელი პირობები შეიქმნება. დამერწმუნეთ გაზი და ბენზინი გაიაფთება. მე ჩემი სკოლის მოწაფეობის დროს მახსოვს, რომ საქართველოში გაზი შემოდიოდა ირანიდან. ყველა ვიცოდით, რომ ირანული გაზი იყო ჩვენთან შეუმავალი გაზი. შემდეგ, როდესაც ეს აიათოლების რეჟიმი მოვიდა და შახის რეჟიმი დაემხო, შეწყვიტა საბჭოთა კავშირმაც ამ ირანული გაზის ექსპორტი, თუმცა გაზსადენი, როგორც მე ვიცი, ისევ არსებობს. უბრალოდ შეკეთება ჭირდება და თუ დაეძრება ირანიდან იაფიანი გაზი და შემოვა საქართველოში, ეს ჩვენთვის იქნება ძალიან კარგი, ისევე როგორც ბენზინი, რამე თუ ყველაფერი მიბმულია საწვავზე. აი ადრე შუა საუკუნეებში ყველაფერი მიბმული იყო ოქროზე. ოქროს გაიაფება, გაძვირება, ეხლა ყველაფერი მიბმულია საწვავზე. საწვავის გაიაფება და გაძვირება იწვევს ყველანაირი პროდუქტის გაიაფება, გაძვირებას. ისე რომ მე მგონია, რომ საქართველოსთვის და ზოგადად კავკასიისათვის ეს ცუდი არ არის, რომ ირანს მოეხსნა ეს ემბარგო და ძალიან ბრძნულად მოიქცა ჩვენი პრემიერ-მინისტრი, როდესაც მათ დაეღუპათ ავიაკატასტროფაში პრეზიდენტი და ჩავიდა
სამძიმარზე. ამას მოყვა ერთი ამბავი, რომ რა უნდოდა ირანის პრეზიდენტის გასვენებაში საქართველოს პრემიერს, როგორ თუ რა უნდოდა ჩვენი ერის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვაწყობს ირანთან დაპირისპირება. ისევე როგორც არც ერთ ჩვენ მეზობელ ქვეყანასთან დაპირისპირება არ გვაწყობს, მათ შორის არც რუსეთთან. რუსეთთან მოსაგვარებელია ეს საქმე, არ არის მოგვარებული, მაგრამ ირანთან ჩვენ არ გვაქვს დაპირისპირება. რატო უნდა დაუპირისპირდეთ? რატო უნდა თქვათ უარი ირანის ენერგომატარებლებზე და რატო უნდა ვთქვათ მაგალითად ირანელ ტურისტებზე? მე დავესესხები სააკაშვილს ტურისტს არ აქვს ეროვნებაო, როდესაც ის რუსის ტურისტებს ხვდებოდა ღვინით ხელში და ფიალით ხელში, ტურისტს არ აქვსო ეროვნებაო. ეროვნება როგორ არ აქვს ტურისტს, მაგრამ ეროვნება აქვს, მაგრამ ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენი სასოფლო სამეურნეო მიწები გავასხვისოთ, გავყიდოთ, ესე გაუაზრებელი ემიგრაციული პოლიტიკა გქონდეს, როგორც ეს ევროპაშია, თორე ირანელები, თურქები, ვინც გინდა იყოს, ჩამოვიდნენ, დაისვენონ, დახარჯონ ფული, გაეცნონ ჩვენ კულტურას, გაეცნონ ჩვენ სამზარეულოს და შემდეგ წავიდნენ, წაბრძანდნენ, დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში. ამის საწინააღმდეგო მე არაფერი არ აქვს, მაგრამ რაც შეეხება ისრაელის და ირანის შერიგებას, ეს მე ფანტასტიკის სფეროდ მიმაჩნია, მე უფრო რეალურად მიმაჩნია ადამიანის მარსზე გაფრენა, ვიდრე ისრაელის და ირანის შერიგება. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, შეერთებული შტატები, ალბათ შეწყვეტს ირანთან ომს და ჰორმუზის სრუტეს გაიხსნება და მე მგონი მშვიდობა დამყარდება, რეგიონალური მშვიდობა დამყარდება, თორე რუსეთ-უკრაინის ომი ახლა ამასაც ალბათ შევეხებით, ეს უკვე ცალკე თემაა. კი ბატონო, ნამდვილად ამ შემთხვევაში უბრალოდ მართლაც საოცარი არის ის ფაქტი თავად, რომელსაც უკვე სხვა შორის თავად ტრამპაც ირიბად დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლო იქ მიზნების მიღწევა ირანში და ადასტურა თქო ამბობ იმ კუთხით, რომ დღეს ქონდა მას განცხადება, მაგალითად, რომ მე ბოლომდე კუთხეში მყავდა ირანი მიმწყდეული და აი სენატმა შემიშალა ხელი და მე იმიტომ მოგვიწია ასე შეთანხმების დადება, ეს იდეაში არის ფაქტობრივად იმისი აღიარება, რომ თლათ ამერიკისთვის სასურველი შედეგი არ დასრულდა ეს ოპერაცია, უბრალოდ სენატზე გადააქვს ამ შემთხვევაში აქცენტი ტრამპს. ვიღაცას ხო უნდა გადააბრალოს, ამ შემთხვევაში სენატს აბრალებს, კი. კი ბატონო, აი ნავთობის ფასებზე გქონდა საუბარი, ირანულ საწვავზე გქონდა საუბარი, ამაზე სხვა შორის ბევრი მიმომხილველი წერს, რომ თუ კი შესაძლებელი გახდება საქართველოში ირანიდან ენერგომატარებლების იმპორტი, ეს ფაქტიურად დაასრულებს მონოპოლიურ ვითარებას, რაც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში, ჩაგდებული აქვს ხელში ამ მონოპოლისტებს საწვავი და ფასებსაც თვითონ ადგენენ ისე როგორც უნდათ. დღეს იყო აი CNN-ის ინფორმაცია, რომელმაც თქვა, რომ გლობალურ ბაზარზე, ვინაიდან უკვე ჰორმუზის სრუტე გახსნილია და პოზიტიური მოლოდინებია, საწვავის ფასი დაუბრუნდა უკვე იმ ნიშნულს, რაც იყო ომამდელი ნიშნულიო, თუმცა ეს სამწუხაროდ საქართველოს ბენზოგასამართლებლებში არა ისახება. საინტერესო არის, აი გააქვთ თქვენ მოლოდინი, რომ ამ შემთხვევაში რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს იმისთვის, რომ აიძულოს აი ეს მონოპოლიები მართლაც იყვნენ ადეკვატური იმ ფასებთან დაკავშირებით. ჩვენ მივეჭვიეთ, რომ ფასები, როდესაც იზრდება გლობალურ ბაზარზე, ეს მყისიერად აისახება ჩვენს ბენზოგასამართ სადგურებზეც და მეორე დღესვე ხედავთ გაორმაგებულ ფასებს, მაგრამ ფასები, როდესაც მცირდება, ისინი არასდროს ჩქარობენ ამ ფასების შემცირებას და აჭიანურებენ, მაქსიმალურად აჭიანურებენ და მიზეზად რას ამბობენ, საბაბად რას ამბობენ, თორე მიზეზი გამდიდრებაა. საბაბად ამბობენ, რომ იცით რა, ჩვენ შესყიდული გვაქვს ეს ნავთობპროდუქტი შესყიდული გვაქვს ძვირად და ეს რო ამოიწურება, შემდეგ დავაიაფებთო და მაშინ როცა ძვირდება, უცებ რატომ აძვირებენ ის ხო იაფად აქვს შესყიდული არა და ვერ მოაბა ჩვენმა ხელისუფლებამ თავი გაზსაცავის მშენებლობას. ერთი გაზსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში და ერთი გაზსაცავი დასავლეთ საქართველოში უნდა იყოს, სადაც დაჭერხნული გაზი მიწის ქვეშ იქნება ჩატომბული და რაიმე რომ მოხდეს ან აფეთქება ან გლობალური რაღაც ისეთი ან საომარი ვითარება ან რაღაც საქართველოს მოსახლეობამ გამოიზამთროს ნორმალური გაზის ფასად. ეხლა ჩვენ ძალიან
ავადმყოფურად განვიცდით, კაი გაგებით ვამბობ, ავადმყოფურად განვიცდით ენერგომატარებლების გაძვირებას. აი ახლა ნახეთ, ბენზინი თითქმის 4 ლარი გახდა და მაინც ვასხავთ და დავდივართ, იმიტომ რომ ვერ გავჩერდებით, ქვეყანა ვერ გაჩერდება, უნდა იმოძრაოს ავტომობილმა, ავტობუსმა, უნდა იმოძრაოს სატვირთო მანქანებმა, ვერ ვჩერდებით და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც თვითონ არ გააჩნია ენერგომატარებლები ჭარბი რაოდენობით, ძალიან მნიშვნელოვანია ამის დაიაფება და ეხლა ირანიდან მე მახსოვს, თქვენ ძალიან ახალგაზრდა ხართ თენგო, მე მახსოვს ერთ სულ ადამიანზე ოჯახის ერთ სულზე არავინაირი მრიცხველი არ იყო გაზზე. ერთ სულზე ვიხდიდით 20 კაპიკს. სულადობრივი გადასახადი იყო. სულადობრივი გადასახადი იყო 20 კაპიკი ერთ სულზე. ჩვენ ცხოვრობდით სამსულიან ოჯახში, დედაჩემი, მამაჩემი და მე და ვიხდიდით 60 კაპიკს. ეს არის ძვირფასო მაყურებლებო დაახლოებით 60 თეთრი თვეში. და აი იმიტომ იყო ცენტრალური გათბობა მაშინ ძალიან იაფი, ბენზინი ძალიან იაფი იყო, ბენზინიც ირანიდან შემოდიოდა, იქიდანაც შემოდიოდა, რა თქმა უნდა, საბერძნეთიდან შემოდიოდა, რუმინეთიდან, შემოდიოდა აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, მაგრამ ირანიდან შემოდიოდა და ბენზინიც იაფი იყო, 8 კაპიკი ღირდა 1 ლიტრა. მე ამას მოვესწარი. მე მყავდა მაშინ ავტომანქანა და მე მოვესწარი ამას. შემდეგ 40 კაპიკი გახდა. ყოველ შემთხვევაში ირანზე ემბარგოს ახსნა ჩვენს ხელისუფლებას აძლევს სრულ უფლებას, რომ ირანთან ივაჭროს და შემოიტანოს ენერგომატარებლები. არა მარტო ენერგომატარებლები, ბევრი კარგი რაღაცა არის ირანული, იგივე საკვე პროდუქტები, იგივე სანელებლები, რომელიც ინდოეთიდან შემოდის. ბევრი რამე არის ის, რაც ჩვენთან შემოვა და ჩვენ დაგვიაფებს საკვე პროდუქტებს და ენერგომატარებლებს. ისე რომ მე მივესალმები, საერთოდ ზოგადად თემო მშვიდობას მივესალმები. რას ასე ამოვნოა, რომ სომხები და აზერბაიჯანელები წლების განმავლობაში ხოცავდნენ ერთმანეთს. აფხაზები, ქართველები, ოსები და ქართველები ხოცავდით ერთმანეთს. რას ასე ამოვნოა? ეს გამოიწვია გარბაჩოვის ხროვამ, რომელიც იყო დასავლეთის მიერ შემოგზავნილი. მეხუთე კოლონა კი იყო დასანგრევი საბჭოთა კავშირი, მაგრამ მე ამისთვის ვიბრძოდი პირადად, მაგრამ კი არ უნდა დანგრეულიყო, უნდა დაშლილიყო. ნელ-ნელა უნდა მომხდარიყო პრივატიზაცია, ნელ-ნელა უნდა მომხდარიყო რესპუბლიკების სუვერენიზაცია და არ უნდა მომხდარიყო ეთნო-კონფლიქტების გაღვივება, რომელიც კრემლმა გააღვივა. აი ეს არ უნდა მომხდარიყო. ისე რომ მე მშვიდობას რა თქმა უნდა მივესალმები. კი ბატონო, აი ისევ ირანთან ურთიერთობაზე რო ამოვწუროთ, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ბევრი მოწინააღმდეგე ყავს იმ აზრს, რასაც თქვენ საუბრობთ, აი ჩვენ ვახსენეთ ირანელი ტურისტები, მაგალითად კულტურული ურთიერთობების გაღრმავება. ამათ ეხა ისე წარმოუდგენიათ, რომ ეს დაკავშირებულია კატასტროფასთან. არა და ეხა სპარსული და ქართული კულტურა, მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, მონათესავე არა ვართ, მაგრამ ერთმანეთთან საუკუნეების მანძილზე გადაჯაჭვული კულტურები. ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები. მართლა სპარსული ამბავი კი არ არის ძვირფასო მეგობრებო, შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, მაგრამ იმდენად დიდი იყო ირანული პოეზიის გავლენა და იმდენად დიდია ირანული პოეზია, დაახლოებით 12 პოეტი ყავდათ რუსთაველის დონის. იმდენად დიდი იყო, რომ შოთა რუსთაველმაც კი დაიბრალა, რომ ეს არის სპარსული ამბავი ქართულად ნათარგმანებიო. ამ დროს ჩვენ შაჰაბასი გვეჯავრება და ირანის დამპყრობლული პოლიტიკა გვეჯავრება, თორე ირანულ კულტურასთან მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. კი ბატონო, რაიმე რისკებს თუ ხედავთ, აი თუნდაც აი ამ რთული პოლიტიკური ისტორიული მოვლენებიდან გამომდინარე, გასაგებია, რომ ეხლა შაჰის რეჟიმი აღარ არსებობს, სხვა შორის ამასინათ თავად ირანის ელჩი გამოეხმაურა ერთ-ერთმა ლიბერალურმა გამოცემამ არასწორად გამოაქვეყნა მისი სიტყვები. საუბარი არის ირანის ექსპანსიონისტურ პოლიტიკაზე. თავად ელჩმა განაცხადა, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში ირანი არავის დასხმიაო თავსო და პრინციპში თუ დაუფიქრდებით ეს ისტორიულად შეიძლება სწორიც იყოს. და ამ ლიბერალურმა გამოცემამ დაწერა, რომ ირანი არასდროს დასხმია თავის მეზობლებს თავსო, ამას მოყვა მე საქართველოში და მე გამოეხმაურა ამას ელჩი, თქვა, რომ უბრალოდ არასწორად მოხდა ამ ინფორმაციის ტირაჟირება და მან ასევე ისიც აღნიშნა, რომ ჩვენ დიდი ხანია უკვე გავემიჯნეთ შაჰის ტირანიას და ჩვენ ასეთი პოლიტიკას თვითონ ირანელებმა უთხარით უარია.
სცენარიო. მაგრამ აი ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ისტორიული მძიმე მეხსიერება ამ საკითხებზე. თუ ხედავთ რაიმე რისკებს, რა შეიძლება იყოს, აი რასაც ჩვენი ოპოზიცია ებღაუჭება ხოლმე, ლიბერალური ოპოზიცია ებღაუჭება ხოლმე და ამის გამო ძალიან მწვავედ აკრიტიკებს თუნდაც ხელისუფლებას ან იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ ხედავთ ტრაგედიას ირანთან ურთიერთობაში. თქვენ თუ ხედავთ რაიმე რისკებს ამ ხრივ ან რაიმე მოლოდინს, რომ შეიძლება ირანს მართლაც გაუჩნდეს ისევის ამბიციები, რაც 200, 300, 400 წლის წინ ჰქონდა კავკასიაში. რისკებს როგორ არ ხედავ თენგო რისკები შეიძლება არამც თუ ირანი აი მოდი გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ მართლმადიდებელი რუსეთი არა მარტო ქრისტიანი რუსეთი ან დაუშვათ ბაპტისტური რუსეთი ან კათოლიკური რუსეთი ან პროტესტანტული რუსეთი პირდაპირ მართლმადიდებლური ერთი და იგივე რელიგია გვაქვს უზარმაზარი რისკის შემცველი აღმოჩნდა რუსეთიდან ანუ საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფა და დღესაც ორი რეგიონი ძირძველი ქართული რეგიონი რუსეთს აქვს ოკუპირებული. მე არ ვხედავ არანაირ დამშვიდების საბაბს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ირანული პოლიტიკა არ არის აგრესიული და არ ესხმის თავს იგივე აზერბაიჯანს, სადაც 30 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანში და თვითონ აზერბაიჯანში ცხოვრობს 10 მილიონი აზერბაიჯანელი. მაინც არ ესხმის თავს აზერბაიჯანს და თulis დღესაც რომ აზერბაიჯანი არის მისი ტერიტორია. რისკებს მე თურქეთიდანაც ვხედავ აჭარასთან მიმართებით გავიხსენოთ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის წინა საარჩევნო გამოსვლები რომ მესხეთი და ჯავახეთი არის თურქეთი და რაღაც ესეთები რისკებს ვხედავ მაგრამ თუ ქვეყანამ სწორად წარმართა თავისი საგარეო პოლიტიკა ჩვენ შეგვიძლია ყველანაირი ომი ავიცილოთ და ყველანაირი ისტორიული მტერიც კი მეგობრად ვაქციოთ. მაგალითი გნებავთ კი ბატონო ისეთი ორი დატაკებული ერი როგორიც არის ინგლისელი ბრიტანელი არა ინგლისელი და ფრანგი რომელსაც ერთი 100 წლიანი ომი ხო ქონდა და მეორე 45 წლიანი ომი ქონდა და იმასაც მეორე 100 წლიან ომს ეძახიან ჟლიტეს და ჟლიტეს ერთმანეთი დღეს ერთ სახელმწიფოში ცხოვრობენ ფაქტიურად კი გავიდა ბრიტანეთი ევროკავშირიდან მაგრამ მაინც როგორც ერთიანი სახელმწიფო ვერავინ იტყვის დღეს რომ ისინი მტრები არიან ერთმანეთს. ნუ ლამანშის ქვეშ მატარებელიც გადის, ავტომაგისტრალიც გადის, თვითონ ლამანშზე გემები დაცურავენ, გადადიან, გადმოდიან და ერთ სახელმწიფოსავით არიან. და მეორე ფრანგი და გერმანელი ეს ორი უდიდეს ისტორიულად დაპირისპირებული ერები. ისინიც ერთ სახელმწიფოში ცხოვრობენ. ანუ ეკონომიკური კეთილდღეობა, აი კარგად ესმით ამ სამი ერი ჩამოვთვალე. კარგად ესმის სამივეს. თუ დაიწყებენ ომს და ერთმანეთის ხოცვას, ჟლეტას და ტერიტორიული პრეტენზიების საყენებას, ალზას ლუტარენგია ჩემია, იქ ჩეხიას ისევ წარუდგენენ იმას პრეტენზიას, რაც გიტლერმა წარუდგინა, ავსტრიაში რომ ანშლუსი განახორციელა გიტლერმა და თქვა, რომ ავსტრია და გერმანია ერთი და იგივეა. ისევ ესე თუ დაიწყება ისევ გლობალური ომი. კარგად ხვდებიან რომ შვიდობის ფასი არაფერი არ არის და რატო ვადანაშაულებ ჩვენ სააკაშვილის ხელისუფლებას? მას შეეძლო ამ ომის აცილება 2008 წლის ომს ვგულისხმობ და რუსეთი მაშინ არ აღიარებდა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ამ ჩვენ ტერიტორიებს, თვლიდა რომ ერთიანი საქართველო იყო, რუსეთის ეკლესია დღესაც თვლის რომ საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე, შეეძლო ომის აცილება. ამიტომ თუ ჩვენი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ან მომავალი ხელისუფლებები სწორად წარმართავენ თავის საგარეო პოლიტიკას, ირანი შეგვიძლია ჩვენ მეგობრად განვიხილოთ, ისევე როგორც დღეს დღევანდელ თურქეთს განვიხილავთ მეგობრად, იმიტომ რომ თავს არავის არ ესხმის დღევანდელი თურქეთი, ყოველ შემთხვევაში საქართველოს არ ესხმის, თუ არ ჩავთვლით სირიას და იქ ქურთების პრობლემა აქვს და სხვა პრობლემა თურქეთს აქვს სხვა დიდი პრობლემები. საქართველოსთვის არც ცალია და თუ ასე გაგრძელდა
საქართველოსთვის სამხედრო კუთხით არც განახორციელებს არაფერს ცუდს, იმიტომ რომ ევროპასთან ინტეგრაცია უნდა თურქეთს, ზოგადად გაცხადებული აქვს, რომ მშვიდობიანი ქვეყანაა. ისე რომ სწორი საგარეო პოლიტიკის შემთხვევაში საქართველოს შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მომავალი შვეიცარია, მომავალი ავსტრია პოლიტიკურად თუ ამბობ, როგორც ნეიტრალური ქვეყანა, რომელიც არც არავის არ დაესხმება თავს და არც არანაირ ბლოკში არ გაწევრიანდება. კი ბატონო, ალბათ საინტერესო იქნება, რადგან საუბრობთ რეგიონის კონფლიქტებზე, აუცილებლად შევეხოთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებსაც და ამასთან დაკავშირებით თქვენს ხედვას ბოლო პერიოდში ვხედავთ უკრაინის წარმატებულ ოპერაციებს, მათ შორის რუსეთის, მოსკოვის თავზე. ასევე ვხედავთ საკმაოდ შემაშფოთებელ ტენდენციას, რაც ბოლო დღეებში იყო ბელარუსთან დაკავშირებით, როდესაც ზელენსკიმ წაუყენა პირდაპირ ულტიმატუმი. ბელარუს საზღვრებიდან გაიტანეთო ტექნიკა, რომელიც ეხმარება რუსეთს და თუ ამას არ გააკეთებთ ერთ კვირაში, ამას უკვე შემდეგ ჩვენ გავაკეთებთო. ამას უკვე ბელარუსისდანაც მოყვა რეაქცია, რომ ეს არის ღია მუქარა. ლუკაშენკო ჩასული ამჟამად მოსკოვში კონსულტაციებისთვის, სწორედ აი ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთ სიტყვით არსებობს მოლოდინი, რომ შეიძლება უკრაინის ირგვლივ კიდევ ახალი ფრონტი ვიხილოთ ამჟამად უკვე ბელარუსიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამისი მიზეზი? ერთგვარად გაჩნდა ის მოლოდინიც, რომ შეიძლება აი ამ მოსკოვზე წარმატებულმა იერიშებმა ზელენსკის ცოტა ასე ვთქვათ მისცა იმისი ფუფუნების შესაძლებლობა, რომ აი აქეთ-იქით კიდე სხვა მიმართულებებითაც იფიქროს გარკვეულ ოპერაციებზე. საინტერესოა თქვენ როგორ უყურებთ ზოგადად ამ ომს? ზოგადად რამდენად სწორია ის მოლოდინი, რომ რუსეთი მარცხდება ომში, იმიტომ რომ ეს მოლოდინი კვლავაც არსებობს და თქვენ როგორი პროგნოზი გექნებათ ამ მხრივ? მე რუსეთის მიერ წაგებული ომი არ მახსოვს. აი ისტორია გავიხსენოთ, რომელი ომი წააგო რუსეთმა. არც ერთი ომი რუსეთს არ წაუგია, მათ შორის პოლონელები რო შემოვიდნენ და სლუტნიევ რემენას რო ეძახიან, მინინმა და პოჟარსკიმ რო დაიწყეს ოქროს შეგროვება და ზარების გადადნობა და ზარბაზნების ჩამოსხმა და მაშინაც კი რუსეთმა გაიმარჯვა. პირველ მსოფლიო ომში რო არ დაემხოთ ნიკოლოზი რუსეთი იმარჯვებდა, მეორე მსოფლიო ომში ხო ქართველი სარდლის მეთაურობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ისე რომ მე არ მჯერა რუსეთის მიერ ამ ომის წაგება, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ნატოს ქვეყნები ებრძვიან არა მარტო უკრაინა. საერთოდ ზელენსკი არის ომის გამჩაღებელი. ზელენსკისაც შეეძლო უკრაინისათვის ამ დიდი ტრაგედიის თავიდან აცილება, მილიონზე მეტი ადამიანი დაუყოლიყავს. თუ დაუჯერებთ რობერტ კენედი უმცროს, რომელიც სიმართლეს ლაპარაკობს ოფიციალური ხელისუფლებისგან განსხვავებით. და ეხლაც იგივე საკეთებს ზელენსკი. შეაგულიანეს ევროპელებმა, შეაგულიანეს იგივე თუნდაც ამერიკელმა კონგრესმენებმა და ისევ ომის გაჩაღების და ომის გამწვავებისკენ მიდის და ეხლა უპირისპირდება ბელარუსს. ეხლა ბელარუსთან დაპირისპირება ეს იქნება თუ მეორე ფრონტი გაიხსნა ბელარუსის მხრიდან, ეს იქნება სრული ტრაგედია უკრაინელი ხალხისათვის. კი, გასაგებია დრონები თავს ესხმიან მოსკოვს, დრონები თავს ესხმიან როსტოვის ოლქს და კიდე სხვადასხვა ოლქს, მაგრამ რუსეთის სამხედრო რა არის, იცით, რუსეთი ახლა მე 38 წელი ვიცხოვრე საბჭოთა კავშირში. რუსეთი არის ნამდვილად ჩამორჩენილი ქვეყანა, ტექნოლოგიების მხრივ, მეცნიერების მხრივ, მე თვითონ მეცნიერებიდან მოვდივარ, საბჭოთა მეცნიერებიდან მოვდივარ პოლიტიკაში. ჩამორჩენილია ამ მხრივ, მაგრამ სამხედრო მხრივ, ახლა რუსეთი არის უძლიერესი. ახლა შეიძლება ქვეყანა მურმანსკიდან დაწყებული იაპონიის კუნძულებამდე ამხელა იმპერია იყოს და არ იყოს ის სამხედრო ძალით ძლიერი. სამხედრო ძალა აქვს უზარმაზარი, კოლოსალური რუსებს. ისე რომ ზელენსკი არის უკრაინელი ხალხის მტერი, ჩვენ ასე მიგვაჩნდა და ეხლაც მიგვაჩნია. ისევ და ისევ ამწვავებს ომს, ნაცვლად იმისა, რომ შეწყვეტაზე დაიწყოს ლაპარაკი და გადაარჩინოს ეს ულამაზესი, უმშვენიერესი ერი. გოგონებიც და ბიჭებიც ულამაზესები არიან უკრაინელები, მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან. ხოცავენ ერთმანეთს, ჯლიტავენ ერთმანეთს. რა არის ამაში კარგი? მე აი რამდენჯერაც კადრებს ხედავ უკრაინიდან,
გული მაქვს ჩაწყვეტილი ყოველთვის იმდენად მძიმეა ჩემთვის ამის ყურება განსაკუთრებით ბავშვები რო იღუპებიან განსაკუთრებით სასაფლავებზე დროშებს რო აჩვენებენ და ამ უზარმაზარ ტერიტორიებს რო აჩვენებენ უკრაინული დროშებით მოფენილს ეს არის საშინელება და იმის ნაცვლად რომ მიდის ლაპარაკი იმაზე რომ ეს ომი დასრულდეს არა მაინც აღვივებს ამ უზარმაზარ კონფლიქტს რომლითაც თვითონ და მისი ხროვა ღებულობს ხეირს და უკრაინელი ხალხი იღუპება რუსი ხალხი შემთხვევაში ხო აი ბელარუსთან ფრონტი რაში ჭირდება გასაგებია რომ ხა ბელარუსი მოკავშირე არის რუსეთის ეს არც არასდროს დაუმალავს ლუკაშენკოს და გარკვეული დივიდენდებიც კი მიიღო ხა ამ ომით რომ მაგალითად ატომური იარაღი განათავსა მის ქვეყნის ტერიტორიაზე აი ეს რაღაც არეშნიკის და კინჟალის და ასეთ სარაკეტო კომპლექტები არის განთავსებული ბელარუსში კი რუსეთის ასე ვთქვათ იარაღად ითვლება ეს მაგრამ მის ტერიტორიაზეა მის ტერიტორიის დასაცავად არის ეს მაგრამ ახლა ისრაელს მთელი ამერიკული იარაღი აქვს და იმით იბრძვის და ახლა აი ის რომ რუსული იარაღი ამას არეშნიკი რო დაეცემა უკრაინას რა მნიშვნელობა აქვს ბელორუს რუსეთმა მისცა არეშნიკი თუ იაპონიამ მისცა რა მნიშვნელობა აქვს აქედან გამომდინარე ხო ცოტა გაუგებარია რაში შეიძლება ჭირდებოდეს დღეს უკრაინას ახალი კონფლიქტის გაღვივა სხვა შორის არ არის ბელარუსი ერთადერთი ვისთანაც დაეძაბა ურთიერთობა ბოლო კვირის განმავლობაში პოლონეთთან რაც არ უნდა საოცარი იყოს, რომელიც არის სტრატეგიული მოკავშირე, ხო, რა თქმა უნდა, ამ კონფლიქტში განსაკუთრებით უკრაინის. პოლიტიკურად სტრატეგიულად მოკავშირეა. პოლიტიკურად ხო, ალბათ ამ ეტაპზე, სწორედ აი ისტორიულ საკითხებზე მოხდა მათ შორის ურთიერთობების გამწვავება, მას შემდეგ რაც პოლონეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება თეთრი არწივის ორდენის ჯილდო, პოლონური ჯილდო ჩამოერთმია ზელენსკისთვის. თუმცა საინტერესოა, რატო გადაწყვიტა პოლონეთმა ასეთი რამ. საკითხი შეეხება უკრაინის მეამბოხეთა არმიისთვის, ეს არის თქვენ კარგად მოგეხსენებათ უბრალოდ მაყურებლისთვის ვიტყვი, აი ნაცისტების დროს მოქმედ უკრაინელ ნაციონალისტებზე, რომლებსაც უპას ქვედანაყოფზე, რომელიც პასუხისმგებელია 100,000-მდე პოლონელის მკვლელობაში. ვოლინის ხოცვა-ჟილეტის აი ცნობილი საშინელი ეთნოწმენდა, რაც მაშინ ჩატარდა დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, აი ამ ბატალიონს ზელენსკიმ გადაწყვიტა და რატომღაც მიანიჭა გმირის წოდება და ამან გამოიწვია შემდეგ უკვე ვარშავას ასეთი მწვავე რეაქცია. ცოტა აი აუხსნელი არის ესეთ დროს რატო ეძებს პრობლემებს ზელენსკი ფაქტობრივად ყველა მეზობელთან გაიმწვავა ურთიერთობა უნგრეთთან ისედაც არ ქონდა თბილი ურთიერთობა. უნგრეთის ტერიტორიული არაცხადებს, მაგრამ ტერიტორიული პრეტენზია აქვს. იგივე პოლონეთსაც ეხა დასავლეთ უკრაინაზე აქვს. ლვოვი და მთელი ეს ყველაფერი პოლონური ტერიტორიაა, მაგრამ ეხლა ამას თუ მივყევით ჩვენ რომ ის იმის ტერიტორია, ეს ამის ტერიტორია, ეს არის მესამე მსოფლიო ომი. მეტი კი არაფერი. მასე ფლორიდა და ჯორჯია, ტეხასი და მექსიკის ტერიტორია, მასე ყველამ რო ხმა ამოვიღოთ, ჩვენც რამდენი ტერიტორია გვაქვს დაკარგული და ცალკე ზაქათალა ორჯონიკიძემ აჩუქა ჩვენ მეგობარ აზერბაიჯანელებს, მაგრამ ტერიტორიების გაჩუქება მეგობარი კი არა, ვინც არ უნდა იყოს, არ შეიძლება. ასე ტაოკლარჯეთი და მთელი ლაზეთი და ეხლა ეს თუ დავიწყეთ ჩვენ და სოფლიო თუ ალაპარაკ და ყველა ერს აქვს ტერიტორიული პრეტენზია თავის მეზობელ ერთან. იაპონელებს პრეტენზია აქვს, რომ სამხრეთ სახალინი და კურილის კუნძულები მისია, მართლა მისია, მაგრამ სტალინმა წაართვა და შეუერთა რუსეთს. ეხლა ეს არ შეიძლება, მაგრამ იმიტომ ვამბობ, რომ ზელენსკი არის ომის წამქეზებელი. წააქეზეს ახლა ისევ ზელენსკისაც რა ენაღვლება, არც უკრაინელია, არც მართლმადიდებელია და მისი საბოლოო არის ის, რომ უკრაინიდან საბოლოოდ გაიქცევა და რომელიღაც სხვა ქვეყანას შეაფარებს თავს, როგორც არ უნდა დამთავრდეს ომი, ამიტომ ტრამპს ვეთანხმები იმაში, რომ უკრაინაში უნდა ჩატარდეს არჩევნები. უკრაინელი ხალხის დიდი ნაწილი ამას არ ეთანხმება. გამოკითხვა მოაწყეს და ბევრი ამბობს, უმრავლესობა ამბობს, რომ ომის დროს არ უნდა ჩატარდეს უკრაინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებიო, მაგრამ მე ვეთანხმები ტრამპს, უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ უნდა გაირკვეს უკრაინელ ხალხს, უნდა ეს ომის წამქეზებელი, ეს ბოროტი კლოუნი პრეზიდენტად თუ სხვა უნდა ვინმე ისეთი, ვინც ომს შეწყვეტს და სამართლიანობას დაამყარებს ქვეყანაში, კორუფციას აღკვეთავს. კიდევ ერთი თემა, რაზეც მინდოდა მესაუბრა, ეს საკმაოდ ფრთხილი და ისეთი დელიკატური თემა, თუმცა ალბათ არ შეიძლება რომ არ გამოვეხმაუროთ. საკითხი დგას შემდეგში. საქართველოს
სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში ბოლო კვირის განმავლობაში საინტერესო სიახლეები იყო. პირველი ის, რომ სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი გადადგა თანამდებობიდან და პუტინის მრჩევლად დაინიშნა და მან განცხადებაში თქვა, რომ ის იმუშავებს იმისთვის, რომ მოხდეს ამ რეგიონის შეერთება რუსეთთან. და მეორე საკითხი, რომელიც არანაკლებ ყურადს აღებია, უკვე შეეხება აფხაზეთს, სადაც იქ ერთ-ერთი ვეტერანთა საბჭოს თუ არ ვიცი ზუსტად იმ ადამიანის ზუსტი რეგალია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქიდან იყო ღია გაცხადებული მუქარა საქართველოსთან მიმართებაში. ითქვა, რომ 10 დღეში დრონების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია რომ საქართველოს მოუგოთ ომიო. მე ამას რატო უსვამ ხაზს ახლა სეპარატისტების მხრიდან ასეთი ტიპის ესეთი განწყობა შეიძლება არ იყოს ახალი, მაგრამ თავისთავად ესეთი ტიპის ღია მუქარები და განცხადებები მე ბოლო პერიოდის განმავლობაში მართლა არ მახსოვს. ძალიან გააქტიურდა ერთი სიტყვით აი ეს ჩვენ სეპარატისტულ რეგიონებში რაღაც ამბები. პარალელურად არ დამალავდა საქართველოშიც ხედავ მე ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან ამ თემებზე ხელოვნურად რაღაც ემოციების გაღვივებას, სხვადასხვა განსაკუთრებით ლიბერალურ ჯგუფებში ძალიან აქტიურად ხდება აი როგორ თქვა პირდაპირ მტრობის კულტივირება აფხაზი ხალხის ამ შემთხვევაში და ოსი ხალხის მიმართ და არა სეპარატისტული რეჟიმების მიმართ, ისინი რომ ისედაც მტრები არიან, არ უნდა ამას ლაპარაკი, მაგრამ აი კონკრეტულად ხალხზე მაქვს ამ შემთხვევაში ლაპარაკი და ეს ყველაფერი რაღაც თითქოს დროში ემთხვევა ერთმანეთს. მე მიჩნდება ესეთი განცდა, რომ ხომ არ არის მომზადებული რაიმე პროვოკაცია საქართველოსთან მიმართებაში და ხო არ შეიძლება მართლაც ასეთი რისკის წინაშე დავდგეთ. ან თუ ეს ასე მოხდება, რა დაცვის მექანიზმები აქვს ჩვენ სახელმწიფოს, რითი შეიძლება რომ ასეთ დროს თავი დავიცვათ, საქართველოს ინტერესები დავიცვათ და რამდენად ვართ დღეს ამისთვის ჩვენ მზად საინტერესო იქნებოდა. ბატონ დოცენტ, ხო ომის შემთხვევაში, ანუ როგორც აფხაზის სეპარატისტები იმუქრებიან, ომის შემთხვევაში ერთადერთი თავდაცვის მექანიზმი არის ისევ ომი. მაგრამ ომზე ჩვენმა ხელისუფლებამ თქვა უარი. კატეგორიული უარი თქვა იმ მოწოდებების და იმ ულტიმატუმების მიუხედავად, რომელიც ევროპიდანაც მოდიოდა, უკრაინის მაღალჩინოსნებიდანაც მოდიოდა, რომ გაისერნეთ ცხინვალში, გაისერნეთ სოხუმში. მე ვფიქრობ, აი ჩემს მოსაზრებას ვიტყვი, რატო ხდება ეს განცხადებები, მუქარანარევი განცხადებები. დღეს რუსეთი არის დასუსტებული. მიუხედავად იმისა, რომ მე კატეგორიულად მიმაჩნია, რომ ომს არ აგებს რუსეთი და არ წააგებს, მაინც მიმაჩნია, რომ რუსეთი არის დასუსტებული, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში, ხო ხედავთ, არც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში, არც სხვა სპორტულ ტურნირებში, არც სამეცნიერო კონფერენციებზე, არსად რუსეთს არსად არ იწვევენ. მეცაც გეტყვით, აი მე ვიცი რუსი ბავშვები, რომლებმაც ჩააბარეს ოქსფორდის გამოცდები, ჩააბარეს კემბრიჯი, ოქსფორდი, ან სორბონას გამოცდები ჩააბარეს, სტუდენტები გახდნენ და არ ღებულობენ, რადგანაც რუსები არიან. ამიტომ ну ეხლა ეს სწორია თუ არასწორია მეორე საკითხია, მაგრამ ის რომ საბოლოო ჯამში ეს ასუსტებს რუსეთის სახელმწიფოს მის ინტერესებს, მის საერთაშორისო პოზიციონირებას, ეს ცხადია რა თქმა უნდა და ამიტომ ეკონომიკურადაც საკმაოდ ეხლა არის დასუსტებული რუსეთი ამ მხრივ პოლიტიკურად არის დასუსტებული, არ ვამბობ სამხედრო ძალით არის დასუსტებული, მეთქი პოლიტიკურად დასუსტებულია და აქტ შიში ოს სეპარატისტებს და აფხაზ სეპარატისტებს, რომ საქართველოს მაინც გამოიყენებს სამხედრო ძალას, მიუხედავად არაერთი განცხადებისა, რომ ჩვენ მშვიდობა გვინდა და მშვიდობით გვინდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორია, მაინც შიში აქვს და მე ვფიქრობ პრევენცია არის, აი ამ შიშის პრევენცია არის, იქით შედავება, ყველამ კარგად იცის, რომ საუკეთესო თავდაცვა ეს არის თავდასხმა. ხო და ნუ ეხლა მე არ ვიცი საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი არმია არ ვიცი რამდენად არის მზად თუ დრონებით მოხდა თავდასხმა მოგერიებისათვის, მაგრამ ნუ ეს გამოიწვევს აფხაზი და ოსის სეპარატისტების პირდაპირ საერთაშორისო იმიჯის საბოლოო შელახვას, თუ მათ განახორციელეს თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. მით უმეტეს, რომ მთელი მსოფლიო გარდა 4 თუ 5 სახელმწიფოსი არ აღიარებს აფხაზეთს და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან დიდი პოლიტიკური დივიდენდები ჩავიწერეთ, როდესაც ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული მეგობრობის ხელშეკრულება.
მეორედ კიდევ ერთი პირველი პრემიერ-მინისტრის დროს ღარიბაშვილის დროს მეორე ეხლა გაფორმდა კიდევ ეს სტრატეგიული აი როდესაც ჩინეთის მსგავსი უძლიერესი სახელმწიფო გიდგას გვერდით მე მგონი ვერავინ ვერ უნდა გაბედოს საქართველოზე თავდასხმა მით უმეტეს რომ თვითონ ჩინეთი არავის არ ესხმის თავს და მე მოვიშველიებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კობახიძის სიტყვებს დავესესხები ჩინეთი არისო ერთადერთი სუპერ სახელმწიფო ზე სახელმწიფო რომელიც არის მშვიდობიანი და არავის არ ესხმის თავსო ნუ რამდენი ზე სახელმწიფო ვიცი დღეს ეს არის შეერთებული შტატები ეს არის რუსეთი და ეს არის ჩინეთი ხო სამი ზე სახელმწიფო ამ ორ ზე სახელმწიფოს რუსეთს განსაკუთრებით მშვიდობიანად ვერ აღვიქვავთ შეერთებულ შტატებსაც მშვიდობიანად ვერ აღვიქვავთ აგე ბოლოდროინდელი ომების სულ ყველაფერს თავი დავანებოთ ერთადერთი მშვიდობიანი ზე სახელმწიფო არის ჩინეთი რომელიც თავისი ტერიტორიის ტაივანის დასაბრუნებლადაც კი სამხედრო ძალას არ იყენებს და ასეთი სახელმწიფო მშვიდობიანი ზე სახელმწიფო 120 ტრილიონი ეკონომიკით გვერდით რომ გიდგას მე არ მგონია ვინმე გაბედოს საქართველოზე თავდასხმა ესე იგი პერსპექტივად უყურებთ თქვენ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს ამასაც ძალიან დიდი სკეპტიციზმით ხვდებიან ხო აქ ჩვენი პროდასავლელები რატომღაც ეს აღიქმება ანტიამერიკულ პოლიტიკად პირდაპირ გასაგებია რომ ხა ამერიკა და ჩინეთი არიან ერთმანეთის კონკურენტები და ამას ვერ ჩვენ შევცვლით თვითონ ურთიერთობენ ერთმანეთთან ევროპა ურთიერთობს მთელი მსოფლიო ცდილობს ჩინეთთან ურთიერთობას გასაგები მიზეზების გამო რომ ეს არის მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკა ზოგი პარამეტრით უსწრებს უკვე ამერიკის ეკონომიკაზე. აი რა საქართველოს რატო უნდა გქონდეს ამისი კომპლექსი რომ არ დაველაპარაკო ჩინეთს, მაშინ როდესაც ვხედავთ რომ დასავლეთის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენ ვერ ვიღებთ, განა არ გვინდა რომ მივიღოთ, ვერ ვიღებთ იმ სახის დახმარებას, რაც ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის არის აუცილებელი ხო მართალია. მოდით ყველაფერს თავი დავანებოთ და ეკონომიკაზე ვილაპარაკოთ, პოლიტიკას თავი და სამხედრო თემას თავი დავანებოთ. საქართველოს დიდი ხანია სურს ანაკლიის სპორტის აშენება. დავხედოთ უბრალოდ საქართველოს რუკას, ყველამ ვიცით ზეპირად საქართველოს რუკა. ამის წინააღმდეგი წავიდა, ხო, რა თქმა უნდა, შეთავაზეს ჩვენმა ხელისუფლებაში ყოფმა ძალებმა, შეთავაზეს შეერთებულ შტატებს აეშენებინა ანაკლიის სპორტი. რაზეც მიიღეს უარი. სამაგიერო თანხმობა მიიღეს ჩინური კორპორაციებისაგან და რამოდენიმე ევროპული სახელმწიფოსაგან ერთობლივად მიიღეს თანხმობა, დავხედოთ რუკას და დავინახავთ, რომ ყველაზე მეტად ამ პორტის აშენება რუსეთის გვერდის ავლით აწყობს ჩინეთს, რომელიც ერთი კვირით ადრე ჩაიტანს ევროპაში თავის ტვირთს და თითო დღე რაღირს ტვირთის ჩატანა და 7-ზე და 8-ზე გადავამრავლოთ და ვხედავთ რამ ხელა მოგებას მიიღებენ ჩინელი ბიზნესმენები მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტურია ჩინეთი, იქ ბიზნესი ყვავის, იქ ყვავის კაპიტალიზმი და მე ცოტა ხნის წინ გახდით შანხაიში და ჩემი თვალით ვნახე, როგორ ყვავის იქ კაპიტალიზმი, მიუხედავად იმისა, რომ მართველი ძალა არის ჩინეთის კომუნისტური პარტია. წარმოუდგენელი წარმატებები აქვთ მათ. ერთგვარ ძალიან სწორი მოდელი იპოვეს, ხო? მათ აი ამ კომუნისტური იყო საბჭოთა კავშირის, მაგრამ ზუსტად ამან დაანგრია და დაშალა, რომ ეკონომიკა ვერ გადავიდა იმ რელსებზე, სადაც უნდა სხვათა შორის უნდა ანდროპოვს უნდა ჩინურ რელსებზე გადაიყვანა, არ დასალდა, გარდაიცვალა, მერე მოვიდა აგენტი გარბაჩოვი და დაანგრია, დაშალა ქვეყანა და აღარ ჩინური მოდელი მივიღეთ და აღარ საბჭოთა მოდელი მივიღეთ და საერთოდ წარმოება აღარ არის საქართველოში. ამიტომ რა მინდა ვთქვა? ჩინელები თანახმა არიან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. არ გვეუბნებიან, შეიცვალეთ სარწმუნოება, მიიღეთ ბუდიზმი, შეიცვალეთ ენა და ილაპარაკეთ ჩინურად, შეიცვალეთ წესჩვეულებები და ორი ჯოხით მიირთვით საჭმელი და დანაშანგალზე თქვით უარი, არაფერს არ გვეუბნებიან, ვითანამშრომლოთ ეკონომიკურად და თქვენ განავითარეთ თქვენი ადათები, თქვენი წესები, ნუ გამართა, გინდა გამართეთ გეიაღლუმები, გინდა ნუ გამართავთ, სულ არ გვაინტერესებს, ჩვენ არ ვერევით ამ საქმეში. გიყვართ თქვენი ეკლესია, გიყვარდეთ, განაგრძეთ თქვენი მართლმადიდებლური სარწმუნო, არ ერევა ჩინეთი არაფერში. მხოლოდ ამბობს, რომ ეკონომიკურად ვითანამშრომლობთ. ხოლო ჩვენთან კი არა, ზოგადად ეს პოლიტიკა აქვს. ზოგადად ყველასთან აქვს ეს პოლიტიკა, მათ შორის ირანთანაც.
ირანს სხვათა შორის ეხმარებოდა, აი როდესაც ბლოკადა იყო ირანის გამოცხადებული, ირანს ეხმარებოდა ჩინეთი, არ აფიშირებდა, მაგრამ მაინც ეხმარებოდა. იმიტომ რომ ჩინეთი თვითონ ეს სუპერ სახელმწიფო ძალიან კარგად აცნობიერებენ ჩინელები, რომ მას ვერავინ ვერ დაესხმეს თავს და ვერავინ ვერ მოახდენს მის ოკუპაციას. მისი ერთი ნაწილის ოკუპაციასაც კი ვერ მოახდენენ. კარგად აცნობიერებენ ამას. ამიტომ ძალიან წელში გამართულები არიან. სოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ყავთ, ატომური იარაღი აქვთ. და თანამშრომლობენ ყველასთან ეკონომიკურად, მათ შორის რუსეთთან და მათ შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აქ რო კივიან და წივიან რომ ჩინეთის კომპარტიასთან რატო გაქვთ ურთიერთობა? მაშინ გეკითხებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, რატო აქვს ურთიერთობა ჩინეთის კომპარტიასთან? რატო ჩადის იქ გერმანიის კანცლერი, რატო ჩადის იქ ინგლისის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რატო ჩადის და რატო აქვს ურთიერთობა? ჩვენ რატო არ შეგვიძლია ის, რაც შეუძლია ბრიტანეთს, რაც შეუძლია გერმანიის ფედერაციას? ამაზე იცით რა პასუხი აქვს ბატონო სოსო, რაც მე დააკვირვები ვარ და რაც მგონია, აი მართლა ეგ ხალხი რომ მე სხვა სეზახის მონას ეს არის ხოლმე გამაღიზიანებელი. ამაზე გიპასუხებდნენ რომ შენ რა ამერიკას ეძრები და შენ რა ბრიტანეთს ეძრები? რატო აქვს აი ეს კომპლექსი, რომ გასაგებია რომ ბრიტანეთის შეერთებული შტატების გერმანია ძალიან ბევრი პარამეტრი წინ არის საქართველოზე და ამას არც არავინ უარყოფს, მაგრამ აი რაც დაკავშირებულია საგარეო პოლიტიკის წარმოებასთან, რატო უნდა კონდეს ეს კომპლექსი, რომ ის რაც შეიძლება და ჩვენს მოქალაქეს რატო უნდა კონდეს ეს კომპლექსი, რომ ბრიტანეთისთვის რაც შეიძლება ჩვენთვის არ უნდა შეიძლებოდეს და თითქოს ამას მთელი ერი შეგუებულია, რომ ეს ასეც უნდა იყოს. აი არ ვიცი რამ გამოიწვია ასეთი კომპლექსი. ცოტა ხნით ჩინეთი გადავდოთ გვერდით. ეხლა ჩვენმა მთავრობამ განახორციელა მთავრობის მეთაურმა და სხვა წევრებმა განახორციელეს წარმატებული ვიზიტები შუა აზიის ცენტრალურ აზიას ეძახიან. ცენტრალური აზიის რესპუბლიკებთან. რა არის ამის რა აქვს ამის საწინააღმდეგო? წავიკითხე სოციალურ ქსელებში, ჩინგისხანი იქიდან იყო, მონღოლები იქიდან დაგვესხნენ თავსო. ნუ კარგით, ეხლა ესე თუ მიუყევით და მიუყევით, მთელი ისტორია შეიძლება ასე ვთქვათ, გადავაბრუნოთ და სულ ისტორიულ კონტექსტში განვიხილოთ ყველაფერი და ვთქვათ, რომ ის გვესხმოდა, ეს გვესხმოდა და მაშინ ყველაზე და ყველაფერზე უარი უნდა. პომპეუსის იყო აქ შემოჭრილი და მაშინ იტალიასთანაც აღარ უნდა გქონდეს. მაშინ რომაელებთანაც არ უნდა გქონდეს, იტალიელებთანაც არ უნდა გქონდეს ურთიერთობა. ნუ რა არის ეს შეიძლება ესეთი რამე? არ შეიძლება, იმიტომ რომ შუა აზიასთან დღეს, ცენტრალურ აზიასთან დღეს არ გქონდეს ურთიერთობა, ეს არის საკუთარი ქვეყნის მტრობა. ისევე როგორც აზერბაიჯანელებზე ამბობენ, ნუ არს რატო გაქვს ურთიერთობა? სომხებზეც უარს რატო გაქვს ურთიერთობა? ნუ ამ ადამიანებისას ვერაფერს ვერ გაიგებ. ყველაფერში ხედავენ ცუდს და ხო არ შეიძლება ყველაფერში ცუდი დაინახვა. მიდუბროთ, აი, მოდი ვთქვათ, ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობა ეს მხოლოდ საქართველოს ინტერესი კი არ არის სინამდვილეში. ეს არის პირველ რიგში აი დასავლეთის ინტერესი და დასავლური სივრცის ინტერესი, რომელიც ცენტრალურ აზიასთან ძალიან ინტენსიურად ავითარებს ურთიერთობებს და ეს გზა ვერაცდება საქართველოს. ხო თავისთავად ცხადია, ამიტომ ისტორიულად ვერც ასწრაფა. ამ ჩვენ პროდასავლელებისთვის ხო უნდა იყოს ეს ცხადი, რომ ამ შემთხვევაში თუ კი საქართველოს უკავშირდება ცენტრალურ აზიას, ეს ნიშნავს, რომ დასავლური სივრცის საქმეც კეთდება ამ ყველაფერს. თქო, ნუ ეძახი პროდასავლელებს, ეგენი პროდასავლელები არ არიან, ეგენი არიან ქვეყნის მტრები. რა პროდასავლელი, რის პროდასავლელი? თვითონ დასავლეთი ურთიერთობს უზბეკეთთან, ყირგიზეთთან, თურქმენეთთან, აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანმა პირდაპირ უარი უთხრა, ვაჟკაცი არის მაგათი პრეზიდენტი და მამამისიც ვაჟკაცი კაცი იყო. პირდაპირ უთხრა, არ გჭირდებათ ჩვენ თქვენი ევროკავშირი, არ გჭირდებათ თქვენი არაფერი, თავი დაგვანებეთ, შეგვეშვით, ნუ ახსენებთ აზერბაიჯანს და პირში წყალი გამოივლეთო. ხო ხედავთ რა მდგომარეობა არის, რომ აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ჩვენ ევროკავშირის გარეშე შეგვიძლია შესანიშნავად განვითარდეთ, ვიარსებოთ და ვიყოთ. ხო და თვითონ დასავლეთის სახელმწიფოებისათვის, აი ნახეთ, ერთადერთი გზა რუსეთის გვერდის ავლით. ეს არის კასპიის ზღვის გავლით, აზერბაიჯანი, საქართველო და შემდეგ შავი ზღვა და შემდეგ ევროპა. და ამაზე რატო უნდა ვთქვა, თუ არის ვინ არის ესენი არიან პროდასავლელები? თუ ისტორიის მოშენილება უნდათ, მაშინ Silk Road, აბრაშუმის გზა, აბა რა იყო?
აბრეშუმის გზა სამი ის ქონდა, სამ ნაწილად იყოფოდა. ერთი რუსეთის გავლით, ერთი საქართველოს გავლით და მესამე ისრაელის და არაბეთის გავლით. ერთ-ერთი მთავარი გზა გადიოდა საქართველოს ჯერ კიდე როდის. და ედუარდ შევარდნაძის მიმართ მე ყოველთვის კრიტიკული ვიყავი, მაგრამ პირველი ის იყო, რომელმაც თქვა, რომ ავადგინოთ აბრეშუმის გზა და აბრეშუმის გზა პრაქტიკულად აღდგენილია. ჩქაროსნული ტრასა თითქმის დამთავრებულია, რკინიგზის მოდერნიზაცია განხორციელებულია, შავი ზღვის პორტები, ბათუმის პორტი და ფოთის პორტი მზად არის გემების მისაღება და ანაკლიის პორტი მალე დამთავრდება და დიდი წყალწვის გემებს მიიღებს და ახალი აეროპორტი შენდება, რომელიც უზარმაზარ ლაინერებს მიიღებს. ეხლა ჩვენ დღევანდელ აეროპორტს არ შეუძლია. უზარმაზარ ლაინერებს მიიღებს ინდოეთისკენ, ჩინეთისკენ და იაპონიისკენ გზად მიმავალს. და აი ესეთი ინფრასტრუქტურული ბუმი ხორციელდება საქართველოში. ამდენი ინვესტიცია ხორციელდება ჩვენ ქვეყანაში. კუნძული შენდება შავ ზღვაზე ხალხო და ამათ უნდათ ომი. ამათ უნდა დაპირისპირება ომი და უბედურება და ქვეყნის ჩამოქცევა და არც მალავენ აცხადებენ ომი გვინდა, ომი გვინდა, ომი გვინდა. ნუ რა უნდა ელაპარაკო სისხლის ზღვრაზე კარგად ხდებიან, აი მგელი რო დაინახავს სისხლს და რო კარგად ხდება და ნეტარებას განიცდის, აი ესე განიცდიან ნეტარებას სისხლის დანახვაზე და გაგონებაზე. სამწუხაროა რომ გვიწევს რომ დაგეთანხმოთ რა თქმა უნდა ამ ამბავში. სამწუხარო ამბავს ლაპარაკობ თენგო, მაგრამ ორივენი ხვდებით რომ ჩვენ გვინდა მშვიდობიანი განვითარება და ესენი ამბობენ როგორ თუ მშვიდობიანი განვითარება. ჩვენ ქართველები ვარ და უნდა ვიომოთ და მე ყველას ვეუბნები, ყველა ეთერს ვიყენებ. ვისაც ომი გინდათ, წაბძანდით უკრაინაში. გადაიცვით ჯარისკაცის ფარაჯა და ეომეთ რუსეთს. ვინ გიშლით? პირიქით დიდი ტაშის ყრით და ცოტა 100-ზე მეტი კუბო ჩამოსვენდა უკრაინიდან. კარგია ესა? რამოდენიმეს მეც დავესწარი, რამოდენიმეს გადმოსვენებას სიონის ბოდიში სამების ტაძარშიც ვიყავი, დავესწარი, ძალიან განვიცადე ბევრის გადმოსვენება. კარგია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ტრაგედია ხარ, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრებები კონდეს ამ ომთან დაკავშირებით, ის რომ ქართველი იქ იღუპება, ეს არის ტრაგედია ყველასთვის, ყველა ჩვენთაგანისთვის. ჩვენი ომები და ჩვენი ტრაგედია და ჩვენი დახოცილები არ ყოფნი, ეს ორივე მხარეს. რამდენი აფხაზი დაიღუპა, კარგია? ამხელა 70,000-იანმა ერმა რომ ამხელა სხერპლი გაიღო გარბაჩოვის და კრემლის მიერ წაქეზებულ პროვოცირებულ ომში და ოსები განსაკუთრებით არც აპირებდნენ ოსები საერთოდ რისი სეპარატიზმი მე ჩემ ბავშვობაში მახსოვს ჩრდილო ოსეთს რო ვეძახით ნამდვილი ოსეთი რაც არის იქ ატყდა ბუნტი ჩემი სკოლის დროს ბუნტი ატყდა რომ შეგვაერთეთ საქართველოს და შეიყვანეს ჯარი და გააჩერეს ძლივს. აქეთა სეპარატიზმი ატყდა იქ, ანუ აქეთ რუსეთიდან გამოყოფა უნდათ. და ამ ჩვენ ცხინვალის რეგიონში ვის მოუვიდოდა თავში აზრად, რომ შეგვაერთეთ რუსეთთან. ეგეთი რამე არ არსებობს. წყალგამყოფი აქვს უზარმაზარი კავკასიონის ქედი და ეს წარმოუდგენელია გეოგრაფიულადაც კი წარმოუდგენელია რომ შეუერთდეს რუსეთს ერთი გვირაბის ამარა. კი ბატონო, და ბოლოს საკითხი, რაზეც თქვენს მოსაზრებას მოვისმენდით, ეს შეეხება დემოგრაფიულ მონაცემებს, უკვე უშუალოდ ჩვენთან ჩვენს ქვეყანაში და მონაცემებს, რომელიც გამოქვეყნდა SAC-ზე 4 მილიონამდე მისულა ჩვენი მოსახლეობა თითქმის. უფრო ზუსტად ეს არის 3,929,000 თუ სწორად თითქმის 4 მილიონი. ამასთანავე ამ მონაცემების გამოქვეყნებამ დიდი უნდობლობა გამოიწვია საზოგადოების გარკვეულ წრეებში, იმიტომ რომ ცნობილია ის, რომ სამწუხაროდ შობადობის უარყოფითი სალდო გვაქვს, მცირდება, ხედავთ რომ მიგრაცია იზრდება, მაშინ აი რის ხარჯზე იზრდება დემოგრაფია და ზოგადად დემოგრაფიულ კრიზისს რამდენად ხედავთ თქვენ ჩვენ საზოგადოებაში. დავიწყოთ იმით, რომ დემოგრაფიული მატება თვითონვე განაცხადეს, არის მხოლოდ აჭარაში. ჩვენი ძმები, აჭარლები კარგად მრავლდებიან, ეს ფაქტია და ქვემო ქართლში. ასევე ჩვენი მეგობრები, აზერბაიჯანელები კარგად მრავლდებიან. სამწუხაროდ ქართული ეთნოსი ძალიან ძნელად მრავლდება. ერთადერთი მე მახსოვს 1965 წელს იყო რეკორდული მატება მაშინ ქართველი ეთნიკური ჯგუფების მერე სუკლება იყო და მუდმივად ჩვენ სიმცირეს მივტირითო. კონსტანტინე გამსახურდიას დავესესხები, როდესაც მან გიორგი პირველის ენით თქვა, მუდმივად ჩვენ სიმცირეს მივტირითო. მუდმივად პრობლემა იყო საქართველოში შობადობის ნაკლებობის.
რაც შეეხება ახლა დემოგრაფიულ ვითარებას, ბოდიში, აი სტატისტიკას. ეს ყველაფერი არის ტყუილი. და გეტყვით რატოა ტყუილი? ჩემ ოჯახში არავინ არ მოსულა და არავის არ აღუწერია ჩემი ოჯახის არანაირი აი ანკეტის შევსება ან გამოკითხვა. მსგავსი არაფერი არ ყოფილა და რახან ჩემი ოჯახის გამოტოვება მოხდა. მე ხო არ ვცხოვრობ სადღაც მაღალმთიან მიყურებულ სოფელში. თბილისში ვაკის რაიონში ვცხოვრობ. რახან ჩემი ოჯახის გამოტოვება მოხდა. რამდენი ოჯახის გამოტოვება მოხდა ეგეთი? არ ჩემი არ აღუწერია არავის. ანუ ეს არის ყველაფერი ტყუილი. ვიღაცის თავში მოუვიდა რომ მოდი ასე გამოვაქვეყნოთ, ამდენი დავწეროთ, იმდენი დავწეროთ და ნამდვილი აღწერა ხდებოდა კომუნისტური საბჭოთა საქართველოს დროს. რომ აი არ ტოვებდნენ ერთ ადამიანს. სრული გამოკითხვა და სრული აღწერა ხდებოდა ისე რომ ეს არის არასწორი. ეხლა რის ხარჯზე ხდება დემოგრაფიული მატება თუ ამას არ ვჯერა მე ამათი, მაგრამ მაინც რითი შემიძლია ვთქვა, ძალიან ბევრი ადამიანი დაბრუნდა უცხოეთიდან. ნუ ბევრი ადამიანი როგორ მაინც მიდიან, მაგრამ თან ბრუნდებიან. და აი შეიძლება დაბრუნება ოდნავ მეტია, ქართველი ეთნიკური ჯგუფების დაბრუნება ოდნავ მეტია შეიძლება და ოდნავ ესეთი მატება შეიძლება მართლა არის. ისე რომ ქალაქის მოსახლეობა რომ მართლა მატულობს, ამასაც არ უნდა ლაპარაკი, სოფელი ნელ-ნელა იცლება. ხო, ეს შეიძლება პირიქით უარყოფითი მოვლენა ეს უარყოფითია, მაგრამ ამისიც ნუ შეგვეშინდება, რადგანაც თუ სოფელში შევიდა დღევანდელი ბიზნესი, ანუ სასოფლო სამეურნეო ბიზნესი, თავისი მოწინავე ტექნოლოგიებით, ეს ნუ გაგვიკვირდება, რადგანაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგალითად ერთ ოჯახს შეუძლია იმდენი აწარმოოს, როგორც საქართველოში ერთ სოფელს. იმიტომ რომ იქ არის ძალიან მაღალი ტექნოლოგია. ბრიტანეთში სოფელი საერთოდ აღარ არსებობს უკვე რამდენი წელიწადია. ამისი ნუ შეგვეშინდება, ჩვენი მოსახლეობა ქალაქში გადაინაცვლებს თუ სოფელში იქნება. მთავარია რომ ჩვენი დემოგრაფიული ვითარება გავაუმჯობესოთ და ამაზე ძალიან ბევრი უნდა იშრომოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, იმიტომ რომ ჩვენ არ გადავშენდეთ, ჩვენ 50 წლის შემდეგ არ გავხდეთ ნაციონალური უმცირესობა ჩვენივე ქვეყანაში. რისი საშიშროებაც არის და ღმერთმა ნუქნას ახლა სასულიერო პირები გამოდიან და ამბობენ რომ ღმერთმა ნუქნასო. თვითონ სასულიერო პირები მიანდობენ ამას უფალს ღმერთს რომ ჩვენ მართლა ესე არ გადავშენდეთ, იმიტომ კი არა რომ ჩვენ ქართველები ვართ, მე და თქვენ. მართლა ლამაზი ერია ქართველი. ობიექტურად ასე. მე ნახევარი მსოფლიო მოვლილი მაქვს. და ქართველ ადამიანზე ლამაზი, ქართველ ქალზე ლამაზი, ქართველ ბავშვებზე ლამაზი იშვიათად თუ მინახავს, თუმცა არიან აქ-იქ ძალიან ლამაზი ერები, მაგრამ ქართველებზე ლამაზი იშვიათად მინახავს და ეს ერი არ უნდა გადაშენდეს. მე მინდა გავიხსენო ერთი ესეთი რამ, როდესაც საქართველოში ჩაის კულტურა გაშენდა, მაშინ იმპერატორმა თქვა, რუსეთის იმპერატორმა, არ გინდა თუ ნუ მოაშენებთო საქართველოში ჩაის კულტურასო, რადგანაც ქართველი ქალები ძალიან ლამაზები არიანო და ესე მოკუზულები რო ჩაის კრეფენო, უშვილობის საშიშროების წინ დგანანო და რუსეთის იმპერატორიც კი აცხადებდა, რომ ისეთი ლამაზიერიო და ისეთი ლამაზი ქალებიო, როგორც ქართველებს ყავთო, ჩაის ნუ დავაკრეფინებთო, მოდიო. ისე რომ რუსეთის იმპერატორიც კი, რომელიც საქართველოს განიხილავდა რუსეთის იმპერიის ნაწილად და არ აღიარებდა არც ერთი იმპერატორი საქართველოს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ისინიც კი განიცდიდნენ ქართველი ერის დემოგრაფიას და სხვათა შორის, ახლა რუსეთის იმპერია რა საზიზღარიც არის, კი ვიცი, მაგრამ მის დროს რო შეწყდა ტყვეთას ყიდვა გაყიდვა, ეს ხო ფაქტია. ვერც სოლომონ მეორემ, ვერც სოლომონ პირველმა, ვერც ერთმა ქართველ, ვერც ერეკლემ და ვერც დადიანებმა ვერავინ ვერ აღკვეთა ეს ტყვეთა ვაჭრობა სტამბოლის ბაზარზე, ხო ფაქტია. ერთადერთი რუსეთის იმპერიამ რო დადგა აქ ფეხი, მათ შეწყვიტეს საბოლოოდ კავკასიის ომების პერიოდში, ხო? კავკასიის ომების პერიოდში, როდესაც თურქეთს ეომებოდნენ, სხვა შორის თურქეთის ომებში, რუსეთ-თურქეთის ომებში ძალიან დიდი წვლილი ქართველმა მეომრებმა შეიტანეს და ბოლოს აჭარის დაბრუნებაში ქართველმა გენერლებმა, მაზნიაშვილებმა და სხვებმა შეიტანეს, ამაში დიდი წვლილი
მემედ და ჰაიდარ აბაშიძეებს დიდი წვლილი მიუძღვით, მათ ქართველ მუსლიმებს მიმართეს, რომ გვენდეთ ჩვენ სარწმუნოებასო, საქართველოს არ დაგვაკარგინებსო, ჩვენ ვართ ეროვნებით ქართველებიო, მუსლიმური თემი ვართო და მუსლიმურ სარწმუნოებას ჩვენ ქართველები არ წაგვართმევენ, მენდეთ ჩვენ გვენდეთო და ბევრმა დაუჯერა და ხელი აწიეს, მართალია რეფერენდუმი ჩაიშალა, მაგრამ მაინც ხელი აწიეს და საქართველოსთან გვინდა ყოფნაო, თურქეთთან ყოფნასო და ასე დამთავრდა ეს აჭარის დედა სამშობლოსთან დაბრუნება 1878 წელს ქართველი გენერლების, ქართველი ჯარისკაცების და რუსეთის იმპერიული ჯარის დახმარებით, რა თქმა უნდა, ესეც უნდა ვთქვათ. დიდი მადლობა ბატონო სოსო, ძალიან საინტერესო ეთერისთვის და საუბრისთვის, დაგემშვიდობებით და მადლობას გადაგიხდით მონაწილეობას. მადლობა მოწვევისათვის, მადლობა ესოდენ აქტუალურ საკითხებზე საუბრისათვის. შეგახსენებთ, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო მემარცხენე ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი სოსო შატბერაშვილი. მე მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით, პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს. კარგად ბრძანდებოდეთ.